დღეს მოკლე ვიდეო იქნება პატარა ტესტით. ფსიქოლოგიური ტესტი იმის შესახებ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის. დაფიქრდი მცირე ხნით და უპასუხე სამ შეკითხვას. ოღონდ ძალიან ბევრი არ ვიფიქრო. პირველი, დაასახელე შენი საყვარელი ცხოველი. მეორე, დაასახელე შენი საყვარელი სასმელი და მესამე, დაასახელე შენი საყვარელი ფერი. სწრაფად უპასუხე და მე ახლა გეტყვი, რას ნიშნავს თითოეული მათგანის პასუხი. შენი საყვარელი ფერი, რაც უკვე დაასახელე, არის შენი შეხედულება საკუთარი თავის შესახებ. ანუ შეიძლება ბევრ ადამიანმა ნახოს ეს ვიდეო და ბევრი სხვადასხვა ფერი დაასახელონ, ამიტომ სათითაო ფერის განმარტებას აქ არ ჩამოვთვლი. დაახლოებით რა ხასიათს ატარებს ეს სხვადასხვა ფერები, ამის მიხედვით მიხვდებით დაახლოებით შინაარსს. თუ არა და თუ მაინც გაინტერესებთ, შეგიძლიათ დაგუგლოთ, როგორი მახასიათებლები აქვს თეთრ ფერს მაგალითად, ან მწვანე ფერს. მწვანე არის სიმშვიდის, რაღაც ჰარმონიის და მსგავსი ვაიბების მატარებელი. ანუ თუ მწვანე აირჩიე, დაახლოებით შენ თავთან გაქვს მშვიდი დამოკიდებულება და მეტნაკლებად კარგად გრძნობ თავს. სულ ეს არის. ხო და ხაზგასმით ეს არ არის რაღაც პროფესიონალური ტესტი, ეს არის პატარა ტესტი, რომ რაღაც მცირედ ინფორმაცია მივიღოთ ჩვენს თავზე. შემდეგი, ეს იყო საყვარელი ცხოველი. ცხოველის შემთხვევაში ეს ნიშნავს ისეთ ადამიანს, პარტნიორს ან მეგობარს, რომელიც გინდა რომ იყოს შენს გვერდით, შენს ცხოვრებაში. და აქაც როგორც ფერების შემთხვევაში იყო, დაახლოებით მიხვდებით იმ ცხოველიდან გამომდინარე, რომელიც დაასახელეთ თქვენ საყვარელ ცხოველად, თუ რეალურად როგორი პარტნიორი და მეგობარი ჭირდება თქვენს ქვეცნობიერს ცხოვრებაში, რომ ბედნიერად იგრძნოთ თავი. შეიძლება ამას ვერ აცნობიერებდით ამ ეტაპზე, მაგრამ თუ ასეთი ადამიანი იქნება თქვენ ცხოვრებაში, ბევრად უფრო კომფორტულად იგრძნოთ თავს. და მაგალითად ავიღოთ კატა. თუ კატა დაასახელე, შენ ცხოვრებაში სასურველი იქნებოდა ისეთი ადამიანი, როგორი ხასიათის აქვს მაგალითად კატას და როგორია კატა? არის მშვიდი,